ჩვენს მიერ შემუშავებული ტექნიკა არ საჭიროებს დილატორებს ენდოსკოპის შესაყვანად, ხოლო ენდოსკოპი უზრუნველყოფს მანიპულირებული სტრუქტურების, მათი ყველა ტოტისაგან მკვებავი სისხლძარღვების ფართო ხედს. ის ასევე ადვილი სამართავია და ენდოსკოპიური ტექნიკა ეფუძნება მის სიმარტივეს, ადვილად და ხელმისაწვდომ სასწავლო დროს და ეფექტურ უპირატესობას. ენდოსკოპიურმა ტექნიკამ სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ნეიროლოგიური დაავადებების ქირურგიულ მკურნალობაში, რაც ხელს უწყობდა და აჩქარებდა ქირურგიული ინსტრუმენტების კომერციული ხელმისაწვდომობის განვითარებას. მათ მოიპოვეს უპირატესი პოპულარობა ანატომიურად ბუნებრივ სხეულის სივრცეებში შესრულებული ოპერაციებისთვის, როგორიცაა მუცელი, გულმკერდი, სახსრების სივრცეები, შარდის ბუშტი, თავის ტვინის პარკუჭები და ასე შემდეგ. ენდოსკოპიური ტექნიკის გამოყენების იდეა რბილი ქსოვილის დისექციისთვის წინასწარ განსაზღვრული სივრცის გარეშე გამოიყენება ისეთ პირობებში, როგორიცაა ენდოსკოპიური სახის და წარბების ლიფტინგი. და ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ავწერთ აქ, ხელის რეტრაქტორი, რომელიც შეიცავს ენდოსკოპს, შეჰყავთ კანქვეშა ჯიბეში კანის მობილიზებისთვის, რომელიც აიწევა. შემდეგ ხდება სამიზნე სტრუქტურების მანიპულირება. რადგან ენდოსკოპი ინტეგრირებულია რეტრაქტორში, ნეიროქირურგისთვის ხელმისაწვდომი ხდება ფართო ხედი. სტრუქტურების მაღალი გარჩევადობის და გადიდებული ხედი ხელს უწყობს მარტივ მანიპულირებას. ამ ვიდეოში ჩვენ ვცადეთ წარმოგვედგინეთ ჩვენს მიერ შემუშავებული ტექნიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და გვეჩვენებინა რბილ ქსოვილებში განლაგებული სამიზნე სტრუქტურის მანიპულირება იდახვის ნერვის წინა ტრანსპოზიციის მაგალითზე. გარდა ამისა, ჩვენ წარმოგიდგენთ ზოგიერთ უპირატესობას, რომელიც დავაკვირდით ამ ტექნიკის გამოყენებისას. ნებისმიერი კომენტარის ან შემოთავაზებისთვის ვთხოვთ ნუ მოგერიდებათ დამიკავშირდეთ ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე. ეს სურათი გვიჩვენებს კანის ჭრილობების სიგრძეში განსხვავებას, რომელიც საჭიროა იდახვის ნერვის ღია და ენდოსკოპიური ტრანსპოზიციისთვის. იდახვის ნერვის ღია ტრანსპოზიცია მოითხოვს კანის ჭრილობას მინიმუმ 10-დან 15 სანტიმეტრამდე სიგრძისას, ზოგჯერ დრენაჟის შეყვანას და პოსტოპერაციულ სტაციონარულ მოვლას სავალდებულოს ხდის. ამის საპირისპიროდ ენდოსკოპიური ტექნიკა, რომელსაც აქ ნახავთ, მოითხოვს კანის ჭრილობას მხოლოდ 10-დან 20 მმ სიგრძისას, რაც დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია ვიდრე ღია ქირურგიაში. პაციენტები მკურნალობენ ექსკლუზიურად ამბულატორიულად და საჭიროებენ გაცილებით ნაკლებ პოსტოპერაციულ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს. გარდა ამისა, ფიზიოთერაპია შეიძლება დაიწყოს ოპერაციიდან 1 დღის შემდეგ. ენდოსკოპიური ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ავწერთ აქ, ასევე საკმაოდ განსხვავდება აქამდე გამოყენებული ტექნიკისგან. ეს ილუსტრაცია გვიჩვენებს არსებით განსხვავებებს. თანამედროვე ტექნიკაში შუათანა ნერვსა და განივკარპალურ იოგს შორის სივრცე დილატირდება ბუჟით. შემდეგ ენდოსკოპი შეჰყავთ ამ დილატირებულ სივრცეში ზედაპირული იოგის მოსაჭრელად. შემდეგ ენდოსკოპი შეჰყავთ ნერვის არხში. თავად ნერვი არ ვიზუალიზდება. არსებობდა შეშფოთება დილატორის ბრმა შეყვანის შესახებ უკვე შეზღუდულ სივრცეში ნერვსა და კომპრესირებულ იოგს შორის, რაც ნერვის პოტენციურ დაზიანებას ან არასათანადო შეყვანას სავარაუდოს ხდიდა. გარდა ამისა, ნერვების ტრანსპოზიცია გამორიცხულია. ჩვენს მიერ გამოყენებული ენდოსკოპიური ტექნიკის მთავარი განსხვავება ის არის, რომ ენდოსკოპი არ შეჰყავთ ნერვის არხში, არამედ მის ზემოთ. ის გთავაზობთ მთელი უბნის შესანიშნავ ფართო ხედს, მათ შორის ნერვების მკვებავი უმცირესი სისხლძარღვების ჩათვლით. მათი შენარჩუნება ხელს უწყობს სწრაფ აღდგენას ნერვების კომპრესიული სინდრომების დროს. გარდა ამისა, ჩვენი ტექნიკა თავიდან აიცილებს ნერვის დაზიანებას ნერვის არხში არასათანადო შეყვანის გამო. როგორც შეამჩნიეთ, ამ ტექნიკის პრინციპი გულისხმობს ხელოვნური სივრცის შექმნას მანიპულირებულ სტრუქტურების ირგვლივ, რეტრაქტორის დახმარებით, რომელშიც ინტეგრირებულია თავად ენდოსკოპი. ამრიგად, პრაქტიკულად არ არსებობს შეზღუდნები ამ ტექნიკის გამოყენებაზე სხვადასხვა სამიზნე სტრუქტურების ქირურგიულ მანიპულირებაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ვიდეო ფოკუსირებულია იდახვის ნერვის წინა ტრანსპოზიციაზე. თუმცა ჩვენ ასევე წარმატებით ვიყენებთ ამ ტექნიკას სხვადასხვა სხვა ნოზოლოგიებისთვის. მაგალითები მოიცავს წვივის ნერვის დეკომპრესიას ტარსალურ გვირაბში, სხიური ნერვის სუპინატორის მიდამოში, შუათანა ნერვის კარპალურ გვირაბში, მხრის წნულის დეკომპრესიას და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენ ვიყენებთ ამ ტექნიკას ზედაპირული საფეთქლის არტერიის დისექციისთვის, როგორც დონორი, არტერია საფეთქლის კუნთის რევასკულარიზაციისთვის, როგორც დონორი ქუთუთოს რეანიმაციისთვის სახის დამბლის დროს.